მშვიდობა. Ne düşünüyorsun? İyi. რაზე ფიქრობ? Hiç. არაფერზე. İyi. კარგი. Güzel. შვენიერია. Hiç iyi. შვენიერია. Bana da ამდენი ხნის მერე oğlum, onun ზეინეფის sonra დანახვა Zeynep'i თითქოს gördüm, შენზე yine იმოქმედა. sarsıldın sanki ama. ზეინეფის დანახვა ჩემზე აღარ მოქმედებს. ამის შესაძლებლობას მას აღარ მიცემ. Tamam ო, kardeşim. კარგი ძმაო, მართალი ხარ. ვერაფერს ვიზამთ. Yapacak bir şey yok. როგორ ფიქრობ, რიзвან ლეტოს მერე Rızvan რა Leton'dan sonra იქნება? ne olacak? Fikret Leton ოჯახ hoca სათავეში ფიქრეთ ლეტო ჩაუდგება. Fikret o ფიქრეთს aile ოჯახის yönetmez. მართვის საშუალებას არ მისცემენ. მამაცია პატიოსანი, მოკლედ მარტო ვერ შეძლებს. Şimdi bu ახლა ეს კიკოების ოჯახი და კიდევ მისნაირები. ძალიან გაუჭირდება. biz destek olacağız kardeşim. მას მხარს დაუჭერთ. Bu mu yani? ანუ გეგმა ეს არის? Bu Karadeniz'i biri yönetecek. გარადენიზი ხომ ვიღაცამ უნდა მართოს? Beklediğimiz biri olacak. ან იმან ვისაც ჩვენ უჭერთ მხარს, ან ჩვენმა მოწინააღმდეგემ. კარგი ძმაო, მაგრამ ეს ადამიანი შენ რატომ არ ხარ? Ben plan მე ასეთ გეგმაზე ვფიქრობდი. გაწონასწორებული ადამიანი უნდა იყოს. ჩვენ ასეთები არ ვართ, ძმაო. ფიქრეთმა ყველაფერი დააბალანსოს, დანარჩენი ჩვენ ვიცით. Biz de Komasya. bilenlerin dişlerini dökelim. Alican. ალიჯან, Gel söyle. მოდი აქ. Ne oldu? მითხარი რა მოხდა? Şey komutanım. Bölgede მაიორო, dikkat პიკოების etmem ოჯახი lazım. გამოჩნდა. Allah. ეს ვიღა, Ne demek? რა ოჯახია? შემოკლებით ასე ეძახიან, დაქირავებული მკვლელების ოჯახია. Gerçekten. ყველაფერი გასაგებია. ბანდიტური დაჯგუფებაა, ყველა დანაშაულს თავის თავზე იღებენ. Bunlar sahip çıkar. ქურდობა, ყაჩაღობა, დევნა, მკვლელობა უკან არაფერზე იხევენ. Aralama, araç alma vesaire. არაფერზე. Evet. ხო, გასაგებია. Böyle bir ასეთები არიან. Nerede oldukları იცი სად იმყოფებიან შენ კი ჩემს წინ დგახარ და არაფერს აკეთებ. yakınıyorsun. ასეა ალიჯან? ასეა? Kafası მეთაურო, სულელები ხომ არ არიან, ყველაფერი გათვლილი აქვს. ტელეფონებს არ იყენებენ, კვალს არტოვებენ, ურთიერთობა არავისთან აქვთ. სუბთად მუშაობენ. Subtad. iletişime geçmezler yani. მერე Yani komutanım ამბობენ რომ რიзвან ლეტო მათი მოკლულია. infaz emrini bunlar verdi diyor hali. O zaman თუ ასეა კიკოები აქ მომიყვანე. kalırım. Emredersiniz. როგორც მიბრძანებთ? Komutanım kikalara მეთაურო, Sizin de იაჰია კიკო მოვიდა, თქვენი ნახვა უნდა. Ya მიყვარს ის ხალხი, ვინც სახელმწიფო ხაზინას უფრთხილდება. ბენზინის ფული უნდა დაგვეხარჯა, წავსულიყავით აგვეყვანა. ეს იაჰია უკვე მომწონს. bu Yahya. შემოვიდეს, როგორც მიბრძანებთ. გამარჯობა კომისარო. გამარჯობა. Merhaba. გამარჯობა. Buyurun. დაბრძანდი, გთხოვ. Çık. გადი. Söyle. შემიძლია ჩაი შემოგთავაზოთ, თუ რამე მნიშვნელოვანი გაქვთ სათქმელი. Bu Rızvan რიзвან ლეტოს მკვლელობასთან დაკავშირებით მოვედი. ყველგან ჩვენს ოჯახზე ლაპარაკობენ. მე და ჩემი ძმა ამის გამო შეშფოთებულები ვართ. ailesiyle rahatsız oldu. თემა შევისწავლეთ, როგორც შეგვეძლო. İmkanlarımızı da araştırdık. ის ჩვენი ახლობელი არ არის. çok yakın ჩვენის არ გვიყვარს და ჩვენი დაწესებულებიდან გავაგდეთ. Kovduğumuz bir serseri. ეს შეგვიძლია გითხრათ იმ ადამიანზე, ვინც ეს გააკეთა. Onu saklamak გავიგეთ სად იყო და gittik. აქ მოგიყვანეთ. Ondan size getirdik. Alican. ალიჯან, გისმენთ კომისარო. სტუმარს ჩაიმოვართვი. Hemen komutanım. ახლავე. Şimdi ის ტიპი, რომელიც აქ მოიყვანეთ. getirdiğiniz serseri რა თქვა, ეს რატომ გააკეთა? talimatıyla bunu თქვენ არ yaptı. გითხრათ? Size söyledi mi? Şimdi komutanım. კომისარო, აქ რომ მომყავდა გზაში ვაიძულე, თქვა. Bu Rızvan გამზეყვარებია, რომელზეც რიзвან ბეი დაქორწინდა. dedi. ეს ამიტომ გააკეთა. Onun için yaptım dedi. ყველას ესროლა. ყველას. Öldürmeye sıkmış. დღისით, მზისით. Gündüz საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე 30 გასროლა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალი შეუყვარდა? birini sevdiği için.
Yani გეფიცებით მხოლოდ öğrenebiliriz ამის burada. გაგება შევძელი. ყველაფერს თვითონ გეტყვით. რა თქმა უნდა. Ben bir şeker alabilir miyim? შაქარი შეიძლება? შაქარი არ გვაქვს. Böyle gideceğiz. ასე დალია. Şimdi თქვენზე ბევრი რამ სმენია. şey duydum. Eğer თუ ის ყველაფერი სიმართლეა, გამოდის რომ აქ საქმის გასარჩევად მოსულ ხარ. komutanım კომისარო, bizim ჩვენს ოჯახზე ბევრ ცუდ რამეს ამბობენ. yakışıksız söyler. ჩვენ არც ქურდები ვართ და არც მკვლელები. Biz öyle kimse ო, შესაძლოა მსგავსი შეცდომები მოგვსულია. ამიტომ მზად ვართ პასუხიც ვაგოთ. ola ki bir konuda გააკეთეთ რაც საჭიროა. ჩვენი მისამართი ცნობილია. არავის ვემალებით. ama მოკლედ, როგორც თქვენ გენებოთ, adresimiz belli, yerimiz belli. მშვენიერია. Ee, უახლოეს პერიოდში მოვალ და შენს ძმას გავიცნობ. siz de ჩემზეც ბევრი რამ გსმენიათ, ხომ ასეა? ondan ზოგჯერ იმაზე მეც ვაკეთებ, რაც საჭიროა. yani ben böyle bazen გაცილებით მეც. yapıyorum. Dua et ილოცე რომ senin şu იმ sesin ბიჭმა სხვა რამე არ გვითხრას. bana başka, ილოცე. bana başka konuşmasın. Kalkma canım sen. Aradige, Yorgunsun sen. ისედაც დაღლილი ხარ. Başın sağ ძალიან მწუხვარ ნედიმე. ვიზიარებ. Dostlar sağ olsun. გმადლობთ. ვიზიარებ. გმადლობ. ძალიან მწუხვარ ზეინებ. Sağ olsun. გმადლობთ. მწუხვარ. Dostlar sağ olsun. გმადლობთ. Başımız sağ olsun. ძალიან მწუხვარ გამზე ვიზიარებ. Sen başka bir insan. შენ სხვანაირი ადამიანი ხარ ზეინებ. Baban hep seninle ilgili. მამა შენი შენზე ყოველთვის კარგს ამბობდა. ilgili baban neler საინტერესოა შენზე რას ამბობდა. ეს ჩვენ არ ვიცით. Malum. Bugün de yanımda. ვერ შევეკითხებით. ის აღარ არის. Nedime Hanım. ნედიმე ხანიმ. Burada ნუ გავიწყდებათ რომ მურსულ ქალს ელაპარაკებით. ის ტკივილს განიცდის. bebeklerini bile ისეთი რა ვთქვია, ისე ტკივილს ყველა განმიცდით. acısı ve annelik konusunda sen ყველა. biraz acele ediyorsun. ხომ ასეა? ნედიმე ხანიმ. ცხადია განიცდით. მე დავკარგი ქმარი, რომელთანაც 4 თვე ვიცხოვრე. თქვენ 30 წლის ცოლ-ქმარი იყავით. მართალია განხორციელდით, მაგრამ 30 წელი ცოტა არ არის. როგორც არ უნდა განვიცდიდე, თქვენ ჩემზე მეტად განიცდით. კარგია რომ მოხვედით. ამ სახლში ყველა ერთად ვიქნებით. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. ეს სახლი ყველასია. დარწმუნებული ვარ, ეს რიზონ ბეისაც ენდომებოდა. არა, არ ენდომებოდა. სიკვდილის საერთოდ არ უნდოდა. ცხონებულს უყვარდა, როცა ვიღაც კვდებოდა და მერე ყველა ერთად იკრიბებოდა. ეს ძალიან მოწონდა. კარგი, წავალ, ჰალვას მოვამზადებ. რაც უნდა იყოს, ბევრი კარგი დღეც გქონია. წამოდი, შვილო. Damla nerede? დამლა სად არის? ბაღშია. ფიქრეც ამშვიდებს. Tabii. რა თქმა უნდა, En iyi bir ეს ყველაზე კარგად გამოსდის. Gamze. გამზე. დამლა ასეთია. უყვარს მამაკაცების დამშვიდება, როცა მათ თავს რაღაც ხდება. აიშე, შვილო, Ben hepinizden bir şey ერთ რამეს მოვითხოვ. შეგიძლიათ ერთმანეთი გიყვარდეთ ან არ გიყვარდეთ. ერთმანეთის გესმოდეთ ან არ გესმოდეთ, მაგრამ ახლა პანაშვიდია. Taziye boyunca გთხოვთ, ყველამ თავი შეიკავეთ.
ზეინები როგორც ყოველთვის თავის ამპლუაშია. რიзвან ბეიმ ყველა ჩვენგანისთვის ბევრი რამ გააკეთა. წყენაც ვქონია, ერთმანეთზე გაუბრაზებულ ვართ კიდეც. ამიერიდანაც ერთმანეთის ადანა მოგვიწევს. ადამიანი ზოგჯერ ვერ ხვდება რას ამბობს. შვილო, გვაპატიე. ყურადღებას ნუ მიაქცევ. როგორც უკვე თქვი, 30 წელი 30 დღე არ არის. ამიტომ ეცადე გამიგო. ვცდილობ, ნედი მეჰანიმ. თქვენი ნებართვით. ამიერიდან მხოლოდ ჩემს თავზე არ უნდა ვიფიქრო. ზეინებ შეიძლება შემოვიდე. Gel Gamze. შემოდი. Yani gel. ისე კი ვთქვი, მაგრამ ეს შენი სახლია. გასაყოფი რა გვაქვს ზეინებ? ვერ ხედავ რა მდგომარეობაში ვარ. სულ მარტო დავრჩი. მამა შენი მკვდარია. მე კი არ მყავს მამა, რომელიც ჩემზე იზრუნებს. როგორც ხედავ ამ სახლშიც დიდეთ არავის ვუყვარ ვარ. გამზე შენთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. Babam მიუხედავად იმისა, რომ შენი და მამა ჩემის დაქორწინება არასწორად მიმაჩნია. doğacak kardeşlerim. შენ ჩემი მომავალი და-ძმის დედა ხარ. Bu gerçeği ამ değiştirmek რეალობას için- ვერაფერი შეცვლის. Gel ayakta. შემოდი ნუ დგახარ. Benim senden başka güvenecek მხოლოდ შენ გენდობი ზეინებ. karnında çocuk. მოცლით მამა შენი შვილებს ვატარებ. Babanı öldürenler sadece იმ ხალხს, ვინც მამა შენს დაესხა თავს, benim მხოლოდ მისი მოკლა არ უნდოდათ. de ölmesini istedi. მათ ჩვენი დახოცვაც უნდოდათ. Ne demek istiyorsun? ამით რისი თქმა გინდა გამზე პირდაპირ მითხარი. Açık konuş benimle. თქვი, Yani kimseye zarar არ მინდა vermeden ვინმეს რამე söylüyorum. დავაბრალო, მაგრამ Ama bu evliliği kimse ყველა ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. sen dahil. მათ შორის შენც. Yani Yani ანუ, Fikret abi შენ mi ფიქრობ, რომ ეს ფიქრეთმა გააკეთა? yok არა, ben öyle bir şey ამის თქმა არ მინდოდა. Bak Gamze. გამზე მომისმინე. Benden bile şüphelen. შეგიძლია ეჭვი ჩემზეც მიიტანო. Şüphelenme. ოღონდ ფიქრეთზე არა. Konuşmuyoruz, aramız yok. ახლა ნაჩხობრები ვართ. ერთმანეთს არ ველაპარაკებდით, მაგრამ Hele de babasının eski ჩემი ძმა მამას არასდროს ესროდა. yalan değildir. მით უმეტეს მისოლს. sen öyle söylesen. რადგან ასე ამბობ, შენი მჯერა ზეინებ. Çünkü baban მამა შენმა მითხრა, რომ თუ ერთ დღეს მას რამე დაემართებოდა, güvenebileceğin tek მხოლოდ შენი ნდობა შემეძლო. Zeynep dedi. Babam mı söyledi? ეს მამა ჩემმა გითხრა? Baban söyledi. ხო, მამა შენმა მითხრა. Benim kızım მითხრა, რომ შენ ყოველთვის სიმართლის მხარეს ხარ. benim yapacak birkaç კიდევ მითხრა, რომ რაღაც საქმეს მოაგვარებდა Zeynep'e bırakacağım. და მერე ყველაფერს შენ გადმოგცემდა. Ona emanet edeceğim dedi. თავის საქმეებს შენ გადმოგაბარებდა. Benden sonra sana da. მეუბნებოდა, რომ ჩემზე და ჩვენ შვილებზე იზრუნებდი. Başında bir şey. იცოდა, რომ რამე დაემართებოდა. Böyle şeyler söyledi Gamze. ეს რატომ გითხრა გამზე? Bilmiyorum ki. არ ვიცი. Hissetti. ალბათ გრძნობდა. İşine gücüne karışık. შენ საქმეებში ჩარევა არ მინდა, მაგრამ Haklı oldu. ის მართალია. O da haksızdı. მე უსამართლობას ვერ ვიდან. Sevdiğim ya da ის ადამიანი მიყვარს თუ არა? her kim olursa ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის. o
ამიტომ იცოდე, არავის მიღწემ უფლებას უსამართლოდ მოგექცეს. მაგრამ არ ჩემ მოგცემ უსამართლოდ მოგცევის უფლებას. ეს დაიმახსოვრე. მადლობ ზეინებ. ხალილ იბრაჰიმ, რა ვშვებით? ხვალ დაკრძალვაზე მივდივართ? არა ძმაო. ძმა ფიქრეთთან უხერხული არ იქნება. ფიქრეთმა იცის, რომ მამამის არ უყვარდით. იქრისთვის მივიდეთ. მაგრამ სამძიმრის სათქმელად მივალთ. ის მხოლოდ ფიქრეთის მამა არ იყო, ხალილ იბრაჰიმ. ზეინები შენი ცოლი იყო. მას მამა მოუკვდა. ვიცი, ვინც მოკვდა ედანურ. შენი ქმრის მკვლელი მოკვდა. ხო, მაგრამ ის ჩემი მეგობრის მამა იყო. თანაც არ მაინტერესებს ვინ იყო. იმ ქვეყნად მაინც მოეკითხება. კარგი, თუ ასეა წადი და შენი მეგობარი დაამშვიდე. ზეინებს არ ველაპარაკები და არც ვაპირებ. ხალილ იბრაჰიმ, გავიგეთ, რომ ერთმა ძმამ გესროლა, მეორე ძმამ ზურგში დაგჭრა. მაგრამ ასეთი სიძულვილი მაშინ არ გამოგიხადავს. მართლა ვერ ხვდები. გემრიელად მიერთვით. შეგერგოს. მას ზეინები დაშორდა. ჰალილს ის დაშორდა. არსებობს მომენტები, როცა უკან დასახევი გზა არ არის. სიამაყე მასაც აქვს. ჰალილი ამბობდა, რომ ცოლი უყვარდა, დაშორება არ უნდოდა. ამ ზეინებმა უთხრა, რომ მასთან ცხოვრება არ უნდოდა. მანამდე ჰალილისთვის გოგოს ეძებდა. ასე როგორ შეიძლება სემა? რამდენადაც ხვდები, ჩვენი ბიჭი არც ნანობს. ხო. ბიძია. ფიქრობ, რომ ჰალილს დიდემი უყვარს? ედანურ, რა არის სიყვარული? მითხარი და აგიხსნი. ვერ ხვდები, რატომ იცინი? ბიძიამ გთხოვა, რომ აუხსნა რა არის სიყვარული, ამიტომაც გამეცინა. შენ თქვი რა არის სიყვარული? რაღაც შეუძლებელი. რას ნიშნავს შეუძლებელი? არა, შეუძლებელია აღწერო. უბრალოდ ადამიანი ხვდება, როდის უყვარს. შეყვარებულ ადამიანს შეუძლია ახსნას რა არის სიყვარული. ამას სუფრასთან ჩვენი თანდასწრებით რატომ განიხილავთ არ მესმის. ბუხართან არავინაა, წადით და იქ განიხილეთ. მართალია. კარგი, დავილაპარაკებთ. ამ თემას განვიხილავთ. კარგია და განვიხილოთ. ამას უყურე. მეთაურო გაფრთხილებ კაცებს ასე ხიბლავს. შემთხვევით დაიჯერებ და მერე თავს ვეღარ დააღწევ. დამიჯერე. ღმერთო ჩემო. ისმენ ძმაო დაუთ. ისკანდერს გადაეცი რომ მოვედი. ძმა დაუთი მოვიდა. კარი გააღე. Tხოვთ. აქეთ მოგბრძანდით, თავის კაბინეტშია. შემოდით.
Buyurun. გთხოვთ. Davut, დაუთ. hoş geldin. კეთილი იყოს. Hoş buldum İskender. მადლობა ისკანდერ. ხავა მოგვიტანეთ. მოდი დაჯექი. ასე. Ben çocuk მეგონა ბავშვების დაბადებას დაელოდებოდი ისკანდერ. İskender. რატომ აჩქარდი? Rızvan'ı öldürmek için. რიзвანი ასე ადრე რატომ მოკალი? Ben მე არასდროს ვჩქარობ დაუთ. შენ რა hala tanımadın mı? არ მიცნობ? Bir dakika. ერთი წუთით. Rızvan'ı sen განა რიзвანის მოკლა შენ არ დაავალე? dediğin როგორც მითხარი, რიзвანი ბავშვების დაბადებამდე მჭირდებოდა. kim yaptı? ეს ვინქნა? Kimin acelesi varsa მან ვინც ჩქარობდა. onlar მათი Rızvan'ı სამიზნე რიзвანი კი არა, ჩემი შვილი იყო. sırf გამზე ორსულად არის. ბავშვები დაიბადებიან, ქონების გაყოფა მოუწევთ. Fikret თუ ფიქრეთზე მიმანიშნებეს, მას არ გაუკეთებია. ediyorlardan biliyorum. ჩვენებისგან ვიცი. Kimin yaptırdığını ადრე თუ გვიან გავიგებ ეს ვინ გააკეთა. და nasıl ამის მერე რა იქნება? Senden ჰალილ იბრაჰიმს ეჭვის შენზე ჯერ არ მოუტანია? şüphelenecek ამისთვის საბაბი არ აქვს. öz oldu. მას ჩემი შვილი პირადად გადავეცი. Özeyini ახლა ჩემს დიშვილზე დაქორწინებას აპირებს. benden niye ჩემზე ეჭვი რატომ უნდა მოიტანოს? ქორწილი გადაიხადე დაუთ. ქორწილი გადაიხადე. რაც შეიძლება სწრაფად. çocuğu da yapsın. კიდევ ერთი ბავშვი გაჩნდეს. მერე ჰალილ იბრაჰიმსაც მიხედავენ. Önümüzde ჩვენ ყველა დაბრკოლებას გავუმკლავდებით. ჰალილ იბრაჰიმ მაიორი მოვიდა ოღუსთან ერთად ზამთრის ბაღში ზის. რისთვის მოვიდა? ჰალილ, ისე კითხულობ თითქოს მას არ იცნობდე. როცა ვიღაც კვდება, მაშინ მე აქ მოდის. მართალი ხარ. ასეა. Tabii tabii. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. Tam ეს შენი მეგობრის სტილია. გოგოს ხელი მოკიდა და საავადმყოფოში წაიყვანა. ამ დროს რიзвანი მოკლეს. Rızvan'ı öldüreceğim. მეთაურო, რამდენადაც ვიცი, თქვენ თქვით, რომ სამიზნე რიзвანი კი არა, მისი ცოლი იყო. თქვენი აზრით ჰალილ იბრაჰიმამ მკვლელი დაიქირავა, მაშინ როცა თავისუფლად შეეძლო, რიзвანი თავად მოეკლა. ამის თავად გჯერათ, მაიორო? ჯერათ? არ მჯერა, არ მჯერა. აბა აგრისთვის ვარ. Kim მაშვინ tutuyor bu დაიქირავა. kızları? კეთილი იყოს, მაიორო. გმადლობ, კაპრალო. ვერ გავიგე? Benim ვარსკვლავები üzerime მომხსნეს. ben de seni შენც şüpheli- დაგაქვეითე. აქ ამის სათხმელად მოხვედით? Olsun. ოღუს, Bak şu გადაეცი რომ წესიერად მელაპარაკოს. bunca zaman ამ ხელაგზა გამოვიარე. მოვედი რომ სიტუაციაში გავერკვა, ეს კი როგორ იქცევა. ხოლოდის გკითხეთ თქვენი ვიზიტი რაც მივაწეროთ მეთქი მაიორო. ჰალო, მაიორი ჩვენ გამომოვიდა, მოусმინე. მაინც რისი თქმა გინდა? მინდა კითხოთ რიзвან ლეტო ამან მოკლა თუ ამან? bunlar ეს კიდევ არაფერია. რიзвან ლეტოს სიკვდილი ეპოქის დასასრული არ არის. ესე იგი ახლა ყველაფერი შეიცვლება. ხო, ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი ხომ რიзвან ლეტოს სიკვდილია, თუმცა ვისზეც ბეჭვობდი, მას არ მოუკლავს. ერთი წუთით. ვისზე ეჭვობდი? გამზეს მამაზე, ისკანდერზე. რატომ? იმიტომ რომ მათი კავშირები ნიჰათ მარტენმა დაანგრია. რიзвანი მის შვილზე საკუთარი უსაფრთხოების გამო დაქორწინდა? kendini sağlam almak için. ასეა? არ ვიცი რიзвანი თავისით დაქორწინდა თუ ისკანდერმა აიძულა თავისი შვილი რომ რიзвანს გაჰყოლოდა, ეს ჯერ არ ვიცით. 4 თვეა აქ ვართ და ეს ჩემთვის არ გითქვამს. ახლა რადგან მაიორი დაინახე, ამიტომ ამბობ. არ გიკითხავს ძმაო, თანაც სანამ რიзвანი ცოცხალი იყო, ამის მოყოლას აზრი არ ჰქონდა.
თუ ისკანდერმა შვილი აიძულა, რომ რიзвანს გაჰყოლოდა, მკვლელს რატომ დაიხირავებდა? მისი შვილი ხომ მანქანაში იჯდა? გეფიცები ჭყუიდან გადავალ. ეს ვის უნდა ექნა? გეტყვით, როცა გავიგებ, მაიორო. ერთის ცადე და არ მითხრა. შენს მეგობარს ფიქრეთს დავაკავებ, იმბრალდებით, რომ მამა მოაკვლევინა და საქმე გაფუჭდება. ეს იცოდე. კაპრალო. ძვირფასო, გმადლობ, ძვირფასო. ვიცი ახლა მხრებზე ტვირთი გადევს. ყველაფერმა შენზე გადაიარა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავუმკლავდები. გავუმკლავდები დამლა, მაგრამ როცა არ იცი ვისე ომები, როცა არ იცი შენი მტერი ვინ არის, საკუთარი თავის მტერი ხდები. მამა ჩემი მოკლეს. არ ვიცი ეს ვინ და რატომ გააკეთა. ვფიქრობ, ეს გამზეს მამამ გააკეთა. შეიძლება მართალი ხარ. ყველა მაშინვე ისკანდერზე ალაპარაკდა. ჩემი შინაგანი ხმაც მკარ ნახობს, რომ მამა ჩემი მან მოკლა, მაგრამ მისი შვილი ხომ მანქანაში იჯდა. ქორწილის მერე 4 თვე გავიდა. თანაც გამზე ორსულად არის. ანუ ამის გაკეთება ადრეც შეეძლო და რატომ ახლა? არ ვიცი ფიქრეთ. რომ იცოდე, შენი კომპანიონი ვიქნებოდი და არა საყვარელი ქალი. წავიდნენ. როგორ ხარ? არ ვიცი. და მიჯერი არ ვიცი რას ვგრძნობელებ. ჰალილი რომ ნახე, ამაზე გეკითხები. კმაყოფილი ხარ რომ გაშორდი? თუ ნანობ შენ საქციელს და ღმერთს თხოვ ამის გამო დააგსაჯოს. ყოველ ჯერზე როცა მას ვხედავ, ფიქრობ რომ გაივლის. რომ ტკივილს აღარ ვიგრძნობ, მაგრამ გეფიცები, როცა საავადმყოფოში დავინახე, მამა ჩემი სიკვდილით გამოწვეული შოკი დამავიწყდა. მართალი ხარ, ეს შენთვის დიდი შოკი იყო. შოთამ მითხრა, რომ ხალილ იბრაჰიმისა და დიდემის ურთიერთობა გულწრფელი ჩანდა. გინდა რაღაც გითხრა? თუ ჩემს სულელურ ნაბიჯს არ ჩავთვლით, მას საერთოდ არ ვყვარები ვარ. ხელი-ხელ ჩაკიდებული დადიან. ეს რა არის? დავუშვათ შეცდომა დავუშვი. როცა გავშორდი, იმედები გავუსრუე. ასე შემთხვევაში სხვისთვის ხომ აღარ უნდა შეეხედა. ქალების მიმართ ნდობა აღარ უნდა კონდეს. არც სიყვარულის უნდა ჯეროდეს. ზეინებ, შენ სწორად მოიქეცი? ელიფ. მეგონა ასე ჩემ ჯენაზე იქცეოდა. მეგონა ამ საქციელი ჩემთვის ტკივილის მოყენება უნდოდა. მეგონა დაშორდებოდა. როცა დაინახავდა, რომ ჩემ საქციელს მნანობდი, მაგრამ ისთვის ხელი არ გაუშვია. ზეინებ იქნებ ფიქრობს, რომ საკმარისად არ ნანობ.
ედანურისგან და სემასგან ვიცი, რომ ისინი ყოველ წამს ერთად არიან. აშკარაა, რომ აქ მხოლოდ ჩემთვის ტკივილის მოყენებაზე არ არის საუბარი. Asıl mesele benim Მათ შორის öldürmem değil. მათ შორის გრძნობა გაჩნდა. Sence yarın buraya gelir mi? ფიქრობ ხვალ მოვლენ? Cenazeye gelmeyecek. დაკრძალვაზე არ მოვლენ. Taziyeye tabii ki მაგრამ გოგონებისთვის ვთქვამთ, რომ სამძიმრის სათქმელად მოვლენ. რატომ გითხე? Ben diyorum ki ზეინებ, acaba იგრებ მასთან გამცალკევებით დალაპარაკების შესაძლებლობა მოგეცეს. baş başa mı konuşsun? სხვების გარეშე შეხვდე. Yani sen onunla kimse თუ ეტყვი, რომ შენ საქციელს განიცდი, ძალიან ნანობ. diyorum. Çok pişman. იმას მაინც მიხვდები, ამას სიჯიუტის გამოაკეთებს თუ მართლა აღარ უყვარხარ. Yoksa gerçekten artık გთხოვ, ყველაფერი უთხარი. öğrenmiş oluruz. onunla yüzleşmek istiyorum. მინდა კი სიმართლის გარკვევა. O da ayrı bir konu. ეს ცალკე თემაა. Kaybedecek bir şey ზეინებ, kaldı Zeynep. დასაგარგი რა გაქვს? Yapma. არ გინდა. გთხოვ, არ გინდა. ბიძია, შეგერგოს. გმადლობ ძირფასო. Canım. Gel. დაჯექი. Edanur. ედანური არ მოსულა? ზეინებთან მიდიან მის სამძიმრებლად. თქვა რომ სადილის მერე მოვა. ჰალილ იბრაჰიმი? ყველა ერთად მიდის. შენ რატომ არ მიდიხარ? ბიძია, არ მინდა ჩემსა და ზეინებ შორის პრობლემები წარმოიშვას. რაც უნდა მოხდეს, მაინც მგონია რომ ჰალილ იბრაჰიმზე ისევ ფიქრობს. სწორედ ამიტომ წახვალ. რაზეც არ უნდა ფიქრობდე, თავიდან ამოიგდე. იმის სათქმელად წახვალ, რომ ჰალილ იბრაჰიმი შენია. Yok da არა ბიძია, ჰალილ იბრაჰიმის გვერდით ასე რომ მოვიქცე, ლამაზად არ გამოჩნდება. Da yap demedim. მე არ მithქვამს, რომ ასე მოიქცე. Bak kızım. შვილო მომისმინე. Neticede ben ასეა თუ ისე ბევრი მიცნობს. herkes მეკითხებიან ჰალილ იბრაჰიმი და შენი დიშვილი როდის ქორწინდებიანო. ameliyatı tedavi. ოპერაცია, რეაბილიტაცია უკვე ყველაფერმა ჩაიარა. დროა უკვე წერტილი დაუსვათ. რა ვუთხრა ბიძია? ან ცოლად მომიყვან, ან დამკარგავ მეთქი? İşte bunu ამას არ ეტყვი. bir erkek წადი და ბიცოლას შენს კითხე, როგორ უნდა დაარწმუნო კაცი, რომ შენზე დაქორწინდეს. და როგორ დაგარწმუნა? hamile. ორსულად დარჩა. Edanur. ედანურ, Zeynep'e შეგიძლიათ სამძიმარზე მეც სამიყვანოთ. gelmek istiyorum. მინდა ზეინებს მივუსამძიმრო. Tamam. Görüşürüz. კარგი დროებით. რა კარგად დაიბრაცა. არა ჩვეულებრივია. ქვეშ რა დაუდე? დედა ნამდვილი ფახლავა მოამზადა. რამდენი რამ გააკეთე, ნიშნება ხომ არ არის სამძიმარია. Ama bu cenaze ya. Kız ben düğünümde bile შვილო, ასეთი გახარებული ქორწილშიც არ ყოფილვარ. რისვან ლედოს სიკვდილს 40 დღე ვიზეიმებ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს დედა. 40 წელი მინდოდა მეთქვა, მაგრამ ენა არ მომიბრუნდა. დახმარება ხომ არ გინდათ? კაცები დაკრძალვიდან დაბრუნდნენ. მიდი შენ ჰალვას მოუარე. ეს მე მომეცი. Hayırdır Ayşe ne oldu? აი, შემშვიდობა არა მოხდა. გამზე დაკრძალვაზე ცუდად გახდა, რამე წაუღებ. გოგო ცოტა გონს მოვიდეს. გუშინგლიდან არაფერი უჭამია. Fikret abi hazırlamıştım. ეს ფიქრეთისთვის მოვამზადე. ესაუღე. დამლა ახალს მოუმზადებს. როგორ ჩანს, მამის სიკვდილის მერე მადა ფიქრეთსაც მოემადა. İştah açıldı herhalde. Ne biçim konuşuyorsun sen? ამას როგორ ამბობ? Seninle შენ არავინ გელაპარაკება ძვირფასო. Bu dullar bu evden ne zaman? ეს ქვრივები ამ სახლიდან როდის წავლენ? Kız Damla. შვილო, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს, რა კარგად თქვი. Öyle bir laf et. ამ სახლში
ქმარი ყველამ დაკარგა მათ შორის ფიქრეთიც. De dahil. რას Ne ვიზამთ? yapalım, nereye gidelim ha? ვერაფერს. დამლა შვილო. მერე ჩაი დაასხი. Damla sonra da çayları არ დაგავიწყდეს ჩაი კარგი? ხალიდ იბრაჰიმი მოვიდა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. Başın sağ olsun. ვიზიარებ შენს მწუხარებას. გმადლობ. Başın sağ olsun. ძალიან მწუხარ. Dostlar sağ გმადლობ. კიდევ ერთხელ ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. გმადლობ. ზეინებ, ვიზიარებ. ფიქრეთი სად არის? ქვემოთ არის. მასთან წავალთ. ვიზიარებ. გმადლობ. ვიზიარებ საყვარელო. Başta olsun Zeynep. ვიზიარებ, ზეინებ. Sağ ol Osman. გმადლობ ოსმან. ზეინებ, ვიზიარებ. Dostlar sağ olsun. დიდი მადლობა.